ყველაზე ძვირიანი ნუდლსი იქნება მთელ საქართველოში, რაც კიდეც მე გაკეთებულა. 1 ლარიანი საჭმელი უნდა აქციოთ 100 ლარიან ნუდლსად. რა მქრელის შადება შეგიძლია ძმაო. მოგესალმებით მეგობრებო, ეს YouTuber-ის მასივარია და ჩვენ მივყავთ ანანოსთან. დღეს შევეცდებით რომ ანანოს ყუჭიც მოვიგოთ. კი. მოვამზადოთ რამე საინტერესო კერძი, რომელსაც უშუალოდ პროცესის დროს ეტაპობრივად ავხსნით როგორც ვაკეთებთ ხოლმე ყველა გაცემაში. ჯერ ნახოთ ახლა რეები გვაქვს, რას მოვიფიქრებთ, რითი გავახარეთ ანანოს ყუჭს. ეს ანანოს ყუჭის მოგება რა საინტერესო ისა ფრაზა არის. მოდი შემოდი. რა უყურე? შენს დიდ სამზარეულოში, უზარმაზარში, ყველაზე დიდი რაც დგას ამ წუთას ერთი მე ვარ და მეორე მაცივარი და ამიტომ მაცივარი გაგვიყვეს, ემი დაგვაჩვენა. შენ გადმოხე. თქვენს ნებართვით გამოხსნი კაიჭეს. ჩახედე. პროს აქციაში ნაყიდით. ყველა თავსი. მოკლედ მე მაგ ძალიან ბევრი соуსი, მხოლოდ соуსი და ეხა ეცადეთ რომ соуსებით რაღაცა ისეთი გავაკეთოთ, მაგრამ ძალიან ბევრი აზიური соуსიც მაქვს. ანანოს აქ კვერცხს ხედავ და იქაც ესენი არის მოხარშული კვერცხები, იქით არის მოსახარშე კვერცხი. ოღონდ მე ესეთი თხოვნა მექნება ყველა გამომწერის სახელით, რომ დესერტიც გვინდა რა, ჭამის მერე რაღაცა ტკბილი უნდა დავაყოლოთ. აი. ცოტა რთულია, მაგრამ არა, ორნი ვართ. ერთი თავარკერს გააკეთებს, რაღაცა соуსები, მე დესერტი ჩემზე იყოს. ხო და უნდა დაალაიქოთ მაგის გამო, იმიტომ რომ ხალხი უნდა ვაშრომო ეხა აქ რა და ტკბილეულიც აკეთონ, საჭმელიც და კარგი დაალაიქეთ და გამოიწერეთ. უეჭველი. ახი გამოიწერეთ ხალხო. მოკლედ მეგობრებო, ჩამოყალიბდით რაც გავაკეთებთ. აპეტაიზერს გავაკეთებთ რა თქმა უნდა, ანანოსთან მაცივარში აღმოვაჩინეთ ვადაგასული ტრიუფელის პასტა, რომელსაც მე კარაში გადავდო. ტრიუფელის კარაქი იქნება და სანამ ჩვენ ამ ყველაფერს მოვამზადეთ, თანამ დადგება და ტრიუფელის კარაქთან ერთად შეჭამს გახუხულ პურს. მოვამზადეთ კრევეტების ნუდლს, დესერტს მიხედავს მერიანის. დესერტი მე გავიმართიებ საქმეს, ფრენჩ ტოსტი, ბანანით და კრემით და რაღაცა მიწისთხილებით რა. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ნუდლს ვაკეთებთ დოშირაკით. აგერ გვაქვს ყველაზე ძვირიანი ნუდლსი იქნება მთელ საქართველოში, რაც კიდეც მე გაკეთებულა და მომზადებულა. მოკლედ, ესეთი ჩელენჯი გვაქვს. ჩვენი შეფებისთვის ეს ძალიან მარტივად აკეთებდნენ რაღაცებს, ძალიან გემრიელ ნუდლსებს და მე მინდა, რომ 80 თეთრიანი ნუდლსით ისეთი საჭმელი გააკეთონ, მართლა რომ ვერ მოუწყდეთ და პირი დაგვრჩეს ყველას ღიას, იმიტომ რომ როგშია ეხლა რაღაცა ეგეც ვჭამთ ხოლმე და უნდა ვიცოდეთ როგორ შეგვიძლია რომ აი ძალიან მაგრად გავაკეთოთ ეგეთი საჭმელი 1 ლარიანი. 1 ლარიანი საჭმელი უნდა აქციოთ 100 ლარიან ნუდლსად. გურმე საჭმელად უნდა ვაქციოთ. ჩელენჯი მიღებულია და ვიწყებთ. 1 hour later. აი ეს იქნება შენი ტრუფელის ტრუფელის ტოსტი. ამას ეძახიან რას? ცი, აი რაჭაში აკეთებენ ხოლმე, კაცაბასილებს ეძახიან. აუ სხვა ადამიანის ფორმის ურებს. ეხა ეს კარაქი გავთქვიფე, იმიტომ რომ ჰაეროვანი გამხდარიყო. ეხა გადავუსვათ პურს. ჩემოგასინჯე? კაია. რა მეორე ხელს მოგიჭრიგენ და მე მეცოდო სხვა რაღაცას და დავდეთ მოჭი. ესიგი. ეს აბაცია. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში რას გაგონებთ. აი ბახში როცა ჩაგირა. ობზილინა ზილინა. ფეგმურთის ბურთი არის რა. მაინტერესებს. მედი. კავშირად. სინჯოთ მერიანის ხელოვას. აი გემბურია. როგორ ვეგზნობ? როგორ ვეგზნობ ისეთი გემო? არის ბენზინის გემოზე. არა, გემრიელი ძალიან. ძალიან მეყვარს გემბური. აუ არა ბენზინის გემო. აჰა. დაუმთავროთ ეს იყო. რა ბენზინის გემო გემრიელია. ძალიან კაია. ტრუფელი ჩემთვის არ არის რა. რას მეუნები, ბიჭო, შეფი კაცი მაგას როგორ ამორჩა. ძალიან overrated არის. მე თუ მკითხავ. Meanwhile. იმედი დავაგებაში მომეხმარებით, თორე მოწავთ უყოლას. აი შაკორის. ეგრევე 2000 შენ უნდა მისო. სადან? ჯეკისთან მახეხინეთ, მარეცხინე ყველაფერი შენ. საქმე. მეგობრებო, სამზარეულო ისევ და ისევ მიჭერს და ვცდილობ რომ გავიშვო, მაგრამ ვერ ვიშვებ. ჯამი მინდა მეც. აი, აქ არის ჯამები, უყურე.
მანდარავი ჯამები. აბა ჯამი რა. ჯამი არის თასი. ჯამი ჭურჭელია. 1 million zillion jillion dillion cotillion times later. ჩემი დოშირაკი. აბა ყველაზე ძვირიანი დოშირაკია ეს. კრევეტი მიაყოლე. ყურებაში მიჭამია. რა გარიო? მე არ მიმიშვით ხო? თებში თანაგერ. მე ჩემი თებში ვარ. ეს ციმინდია. არ მოგწონს? ხო ყველაზე კაი დოშირაკია. დოშირაკია რა. ოღონდ ძვირიანი. ცხარეა? ხალია. სიცხარე არ გაუკეთე სპეციალურად ბევრი. ვაფშე არა. მე გამიწორებო ცოტა მეჟავეთ შეყვა. მე წავალობ ისოკლავი. მეგობრებო, არხი გამოიწერეთ, დააკომენტარეთ, დაალაიქეთ, ვითხარით ვის ნაწავდეთ შემდეგში, იმიტომ რომ ანანო თქვენი მოთხოვნილი იყო, ჩვენ მეგობარი კი არის და ძალიან გვიყვარს ანანო, მაგრამ თქვენ ხომ მოითხოვეთ და ჩვენს შევასრულოთ ეს პირობა. და რა თავარია? გვემატება ახალი არხი, სახელად კოლორიტი, რომელიც ახტადაში აუცილებლად იქნება, გასართობი, იუმორისტული, საინტერესო კონტენტი დავიწყეთ და ძალიან მალე გაგიზიარეთ ამ ყველაფერს. საუბრობთ, მინდა რომ ის არხის გამოიწეროთ რა. ძალიან მაგარი რაღაცები იქნება. ძალიან. სად ხალხი ჯერ შენ გამოგიწერო. კაცო, მეც უნდა გამომიწერო და ისიცა. Meanwhile, სანამ თქვენ თოხლაოდით და თოხლაოდ მე აგერ მონასავით ესეც ვაკეთებ რა. ესე იგი, როგორც მახსოვს ზეპირად კრემის რეცეპტი 3 ლიტრარზე 800 გრამი შაქარი, 600 გრამი ფქვილი და 6 კვერცხი. კრემს აკეთებ თუ ფერმას ხოდავ შეჩება. მეორე კრემს აკეთე. ძე გვაქვს ბევრი და აი მე რა მედიანი სოფლის მეურვედ მინიტრა. რამდენი რა მეთქი. ისეთი კრემია შეიძლება. ძალიან მიყვარს მე. აჯიკაიას ის გაუკეთე რა, აჯიკა გაუკეთე. ხუი მართლა უნდა თქვა ეგ ამბავი რა. აჯიკაიამ გამომიგზავნა აჯიკები და გასინჯო თუ მოგეწონებაო თქვიო რამე და მაგრები ხართ. მეც მივიღე. ძალიან გემრიელი იყო და ეს წითელი მომეწონა ყველაზე მეტად და მწვანე მომეწონა საოცარია. ძალიან კარგები არიან მართლა, ანუ ბაზარზე იმდენად კარგად გამოირჩევიან, რომ ეხლა არ გვასპონსორებენ არასთან ხაზმეხტია, მაგრამ გულწრფელი მადლობა და წარმატებები კარგები ხართ. მე ციფრები ძალიან მიყვარს, მაგრამ ინა აჯიკაჯი. Ajika. მე რო სათქოთი მაქვს უფრო დიდი არ გინდა? ნატილო წაყოლას. ესე იგი, 6-ზე გავყოთ 700 რამდენია? 100. 500. ესა? 60. კი. 165. 700 იქნებ გავყოთ 170. 116. 116? ამაში ხა ტოსტერი შევწავთ კბილად, კრემი მაქვს, კბილი, ჩიფსებიც მიჩიფსდება. ხიხლი ყოთ, კბილი ხიხლი ყო, დესერტის. ამას ესე ტორტივით ფენება დავაწყობ, ცხელი კრემი მაქვს. მიწის თხილის კარაქი, ნუტელა, ფენა გავუშვებ. ეს კი დავფეილდი აგერ ბანანებზე. ტოსტერში არ გამომივიდა. Yesterday. მირო. და აქაც ფენაში გავუკეთებ, ჩემი ხებს გაიგებ. ოთხი ტოსტი არის, 3 ფენა გვაქვს. მიწის თხილი გადაუსვათ ერთ ფენაზე.
ფინალზეც გადავუსვათ. კრემის დაგვენანოს. მედია გამოვა მისგან რაღაცა. თუ არა დავეწყე ბანანი კონვერტი. ვინ მიხვდება? რიასნი არ გამოდის. საბა, ჩიფსი არ არის, მაგრამ ყლაპია რა. აუ, ეს აკეთებს French toast-ის ბურგერს. მეგობრებო, მოკლედ, ეხლა მოგიყვება მირიანი, რა გააკეთა? რა ჩაიდინა? რა შესწორდა? ეს რა არის? ყიყლიყო სამმაგი ბურგერი, კრემით, ნუტელით, მიწისთხილის კარაქით, შაქრის პუდრით და ზემოდან რა მოასხით? ალუბლის ალუბლის სიროპით. სოკით. მერთო, ამას რო შევჭამთ ერთ კვირაში დაელოდოთ ჩემ კონტენტს, დამემართოთ თუ არა დიაბეტთან დაკავშირებით. ამას რო შეჭამ შაქარი აგიწევს. კი. ანუ ტკბილი ყიყლიყოა, ხო? ხო. ვაუ. ამას მე ვერ შევჭამ. საშიშად უფრო გამოიყურება, ვიდრე მადის ახონს რა. რა უყურებ ცოტა ვიტრესები. თელი 3 დღის კალორიაში აქ. ამას რო შეჭამ, მე აღარ შეჭამ აღარასდროს. იმიტომ რომ დიაბეტი დაგება. ბიჭო, ანუ ძალიან დიდი არის და ეს რო გავყო? მაგალითად, შუაზე რო გავყოთ არა? ერთი ჩაკვიჩე რა. ევა, მხედრის შარდება შეგძლებია ძმაო. ვაფშე არა დიაბეტი. ვაფშე არა ტკბილი? არა, ტკბილი აბა არის. მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში ჩაიდებთ თუ არა საბა ამხელას. პონჩიკის გემოა. ეს აიღე. ძალიან პონჩიკია. ბიჭო, თებში მომერა. გამრელია. ეს ბანანის ტყავია კიდე. აუ რა ტყუილა იწვალა იმ ბანანის არა, რატო? არ და ჩიფსდა, მაგრამ კი გამოვიდა. იმენა ტყუილა იწვალა. მეგობრებო, ვერ ჩავიდე. აბა ვინ ჩაიდებს? ნახე, ორზე მიწისთხილი გაუში, რომ დაებალანსებინა და ნუტელა ერთზე. მაგარი დააბალანსა იმენა, ვაფშე არ არის. პირიქით უნდა მეკი. არა. მოკლედ, ჩვენი სეტი შედგა. ძალიან გემრიელი იყო, მაგარი გამისწორდათ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მართლა აპეტაიზერით, თავარი კურსიც და დესერტიც გამიკეთეს ბიჭებმა და დაგვაღამდა კიდევაც. და ეხა იმაზეც მადლიერი ვარ, რომ ალაგებენ. ავიდა რეცხვა. და რა თქმა უნდა, ვეძებ მოყვარულ მრეცხავებს და დამლაგებლებს, თუ ვინმე ხართ, შეგვიხმიანეთ. თქვენთვის სულ გვაქვს საქმე. 10,000 გამომწერზე, აი ესე როგორც მიდივართ იუთუბერებთან და უმზადებთ რაღაცებს, ერთ-ერთ რჩეულ გამომწერთან მოვალთ და თქვენს მოგიმზადებთ საინტერესოს და იქნება 3% თქვენს მოგიმზადოთ. გაჩნია რამდენად ერთგული იქნებით. აი, ხოლო 100,000-ზე სეფას გავშლი. აუ, მართლა გავაკეთოთ, გინდა სეფა? ვიღაცა დააგორწინეთ, არის საიდან. სეფაფოფაფი. სეფაფოფაფი. მეგობრებო, ვინმეს ხორცლეთ უგავთ, დარეკეთ, მოგებსახურებათ კიჩენბროსი. რა თქმა უნდა, უფასოდ არა. გამოიწერეთ არხი, ჩვენი არხი, ანანოს არხი, დაგვიხმარეთ იმისთვის, რომ განვითარდეთ, უფრო და უფრო წინ წავედეთ და დროებით.